იმენა ესე ვიბაზროთ რომ არ დავიწვათ რომ პოდკასტ ხო და ჭორიკანა ბუნკერი გაიჩინა იმა რა ქნა ირიძაღლია ვინც გიყვარს ყველა გებრიდება და მარტო ხარ მაგათ დიდას გიო არ არის კრიმინალი გიო დაგვასპონსორი გელაპარაკები გელაპარაკები ბრა და კლუბში ჩაგიყვან აგიყვან გორგასლის ცხენის წერებს რო დაინახავ ან თბილისის სკოლასაც მე გავატარებს იმენა როგორ მინდა რომ გაგვდისონ იცი მაგათ მაგან სამი ტიპი ჩაჯდა იცოდი თუ პატიძი პანჩოს რო უსმენდა ახლა როგორი ვიცი იცი так დავიწყოთ ბრაცი ჩემი დედა რაში ჯახდით წინა ვიდეოზე მაიცა ნუ ხარ ჩქარში მოგესალმებათ ბუნკერი ეს არის ჩვენი რიგით მე-13 გადაცემა თუ ეპიზოდი და აქედან გამომდინარე მე-13-ის გამო გადავწყვიტეთ რომ დღევანდელი ეპიზოდი მახარეთში ჩაგვეწერა ჩვენ ვიმყოფებით მახარეთის ტბაზე მახარეთის რეგიონში მახარეთის ტბის პირას სამწუხაროდ ხეთს ვერ ხედავთ იმიტომ რომ ისეთი ქარია აზრი არ აქვს თქვენც წაგიღებდათ და ჩვენც მაგრამ ამ სოფელს აქვს ძალიან საინტერესო სახელი მლაშე ქვია ხო მახარეთის რეგიონის სოფელი მლაშე კი ბატონო მახარეთი ცოტა გვერდზე სოფელია მაგრამ ეხლა ზემო მახარეთის თავში კი თქვენს წინაშე ტრადიციულად ირაკლი კვიტაშვილი კვიტო მე უბრალოდ ნიკოლოზი და ალბათ გაინტერესებთ ვინ არის ჩემგან ხელმარჯვნივ ეს არის მახარეთის გამგებელი მახარა დამწყები მსახიობი წინა ეპიზოდში სტუმრობით გაგვახარა ბუკა ამოვაგდო ჩაკეცა ეპიზოდის მერე პატარა ჩხუბი მოუვიდა ეს გადარჩა ამიტომ ქალთა და კაცთა ბედნიერების როლს დღეს მოიგებს მახარა და ეროვნული რუბრიკა გვექნება რა თქმა უნდა ბევრად უფრო ხარისხიანი და ლამაზი ეროვნული რუბრიკა თან ეხლა უკვე ნამდვილად გვექნება აუ ქარმა ძალიან არაფერი შეგვიცა ხელსა შეგვიშლის იმედია ესე მოვახარებ. მე ისე მაქრო არაფერი მაგრა წომნად გაბრა იმენა ესე ვიბაზროთ რომ არ დავიწვათ რომ პოდკასტ ხო და რაღაცა მახარეთში რა წელს რა გავაკეთეთ გამგეობა მას შემდეგ ხო არ რა თქმა უნდა ოკეი, მაინტერესებს ჯერ როგორ ვართ მოვიკითხოთ ერთმანეთით მოვიკითხოთ რა ხდება რეგიონში როგორ ავართ საკაიფო მახარეთში მაგრა გაასწორა ამიერკავკასიაში კავკასიაში ზღვას ვამატებ ხურვალება და ტემპერატურის დონე მაღლდება იწევს ზემოთ მახარეთის ხარჯზე ბუნკერი ისე განვითარდა რომ მე-13 ეპიზოდზე მახარეთში ცოცხალი აუდიტორიაც გვესწრება უკვე ხო ოღონდ არავინ არ გვიყურებს და არც გვისმენს შესაბამისად ცოტა ეშინიათ სევდიანი ცოცხალი აუდიტორია ყავს თუმცა კამერას იმდეხას გაუმარჯოს აქ არ გაიარო გაიაროს კაცო როგორც გაუხარდება კარგად თავად როგორ ხართ ირაკლი სიამოვნო აი ესეთი ცოცხალი გადაცემა ცოცხალი ეპიზოდი გვაქვს დღეს გადადი პირდაპირ გავიდა ერთში ბუნკერი თორე უკვე და ბატონ ნიკოლოს იცნობენ ალბათ კი ბავშვობიდან ანუ ბატონ ნიკოლოზი იყო სხვა შორის ის ბირთვი რამაც ფეხბურთზე ერთად დავდივართ დაგვაწყებინა ბუნკერის კეთება ასევე ჩვენი მაყურებლები ოდითგანვე იცნობენ ბატონ ნიკოლოს და ობიახლები თქვენს წინაშე აბა წავიდა შენ არ უყურვა ასპოილერებს თავის თავს ისპოილერებს და მე აქ სანამ დავუსვარ ბიჭო რა მოუქნია ყველას იმაზრება იმა რა ქნა ირიძაღლია უბიახლებიო რა შენ სხლის ლიმონადსვა კი მე კაკაოსი просто ყვითელი კაკაო სულ კონიაკს ღამურა გადავერთოთ მეგობრებო აბა რა ხდება ნიკოლოს სოფლიოში და სამყაროში ხო ესე ჩვენი თანმიმდევრული ობიახლები საინტერესო დავიწყოთ ნოზაძე დღეს ძალიან კარგად მოექცა ეს არის პირველი ობიახლი კი დავაი მოდი ზაზაზე ვიბაზოთ ზაზასვეში მე მაგრა გამისწორდა კარგი მაგრამ მეც მაგრა დამევასა ზაზასვეში მეც დამევასა აი თბილისი ვიგრძენი რა ფლომასტერაზე დამწყდა გული რომ ტიპა 3000 სიმღერა მიუძღვნა ოცნებას და მაინც ზაზანოზაძეს დაუძახეს ჰიმნზე რა ბიჭო არა ზაზას ფლომასტერა მეტყობა ვერ გაკეთე ბიჭო არა მომისმინე ზაზას ქონდა სტრატეგია ეგეთი მან უნდოდა კარიერული ზრდა მან უნდოდა შეჩემა თავიდანვე და აი ეგრე უტევდა რა რომ შემამჩნიეთ ბაზარი სხვა გზა კარჩე არ დაუტოვა როგორც ჩას სხვა გზაზე არ დაუტოვა რომელი გზა არის იცი რომელი გზა არის აი ჟურნალისტებს ასწავლიან ხოლმე კარს რომ მოგიხურავენ ფანჯრიდან უნდა შეხვიდე აი ეგაკეთა კარგი მონათქვამი თავის ტრეკებით და ფანჯრიდან ხო და მიულოცოთ რა ფანჯარა თუ დირკა თუ რა ვიცი ზაზას სურებს წარმატებებს ასე რომ ყველა შესვლას გაუმარჯოს ზაზა შესვლის თამადობით გაუმარჯოს
ეს იყო პირველი ობიახლი და ეხლა გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ. ალბანეთი არის პირველი ქვეყანა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი მინისტრად ყავს დანიშნული. ხო, ეგ ბაზარი. ბიჭო. ცოტა მეტი დეტალი თუ გაქვს. მაქვს, მე მეტი დეტალი მაქვს, მე ძალიან დეტალებით მოვედი. გადაწყვეტილება უკვე თუ მიიღო. ნახე, ალბანეთი არის მოკლედ პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტი მინისტრად დანიშნა. პრემიერ-მინისტრად თუ რაღაცა პროსტა მინისტრად. არა, მის სახელია დიელა. რაც ალბანურად მზიშუს ნიშნავს. ადიელა, ხო, პლედი გაასწორებდა ფეხზე რომ მქონდა შემოხვევა. არა. გინდა დაგინძრება. თუ გინდა მე დაგინძრება. ხო, რამდენი პლედსაც მინდა ისეთ რაღაცებს მეუბნება, არაზრი არა. ეს ობიახლებია. ხო, გადავედი საქმეზე. ხო და მოკლედ ტენდერებზე მიიღებს ეს ჯიგარი გადაწყვეტილებებს. სამინისტროების გარეთ გადაინაცვლებს და საჯარო შესყიდვების მინისტრი გახდა ეს ტიპი რა, მაგრამ ნახე, არა. ეს ჩვეულებრივი შირმა არის ჩემი აზრით და რატო? ბაზარია ხო, ბიჭო. ყובה რომ აი ამან მიიღო. ამან დაწერა ეგ ბაზარია. მე რა შუა. აი ის ვიღაცა მაგის ზურკა იმ ღილაკზე მიწის. მაგარი წერება არავის. ასუხისგებლობის თავიდან მოცილების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი მოიფიქრეს ალბანელებმა. ულოცავ. ალბანელებს ულოცავ, მაგრამ აი ერთმა ძალიან საინტერესო ქართველმა ალბატონმა ვერ მოიფიქრა სამწუხაროდ პასუხისგებლობის მოშორების ვერანაირი გზა და დააკავეს მე-6 საავტორო სკოლის ბუღალტერი, რომელმაც სკოლის ანგარიშიდან 2.1 მილიონი ლარი გადაირიცხა და ნაწილი აზარტულ თამაშებში წააგდა. ეგ სათქნეს თბილისში. თბილისში. ან დაატრიალა? დაატრიალა. გასადავებლად. ხო რა, იფიქრა გავადავე და სკოლას მოვახმარა. ანუ ეს რომელია 20 მე რამდენი მე-6 ანუ იქ როა სოლოლაკში არ არის? ხო, სადღაც. ხო. ხო და ბიჭო, ეს არის დასაფასებელი, მაგრამ რა შუ? არა, ბავშვზე მომწერეს და უცებ. არა, ბზაში მოპესდა შეჭი. რა მალე მოიგე. ხო და ეს ყომარო ჩახვედი. იქალზე, მაინც ეს სპინები მაქვს. ძალიან სხვა, ანუ შემეცოდა, კაროჩე. ისე ბეთებო სპინებზე და ყომარზე გამახსენდა ვთქვათ რა. და ხა ჯერ ხალხო გამოიწერეთ ეს ბუნკერი. ჯერ ეს დედა ბეთებული გამოიწერეთ. რა შეეხება ბეთებს, შეიძლება აქ რაღაცა პატარა სპონსორობაზე ვისაუბროთ. არ არის ჩვენ უპრინციპო ხალხი ვართ. ხო, არა. არა მორალი არა. მორალი. ანუ ორი მორალი. ეგრე გადავწყვეტეთ რომ დავიმკვიდროთ ქართულ YouTube-ზე თავი რა. კლიპი ერთად ხო არ გადავიდეთ? არა, ეგ უკვე ატრაკებ ხო? ეგ არა. პუტინზე ჩავწერე სიმღერა. ეგ უპრინციპო არა. სცენარი თქვენი კალეობა. არა. ჯერ ეგრე ვერ მოვიხოდე. გზა და გასუნინებს იქამდე გზა და გზა, ბევრი რამეა გასავლელი. ძალიან მარტივი. ერთი დაიძახე. ეხა ერთი დიდი ვიდეო რო ჩავწერო, რომ ხალხ ნუ რას ერჩით? ამ მოცნებას რატო უტრაკებთ ხვალვე ვიქნები პორშეთი შეჭი. ხვალვე არა, მაგრამ ერთი კიდე და რო ჩაწერო ეგ ვიდეო და გადავაგდო. გავყიდოთ მე ის პორშე შეჩემა და რაღაცა მოვიხოდოთ. პროსტა ერთი სამი თვე მოხეული უნდა ვიყო, იმიტომ რომ ქუჩაში ვერ გავხდე. მახარა იქნება შეჩემა. შენ მოიხიე სამი თვე მახარა. შენი ფურთხები ლეპტოპზე. ძირითადად ფურთხი აქედან ჩემი მოდის. YouTube მოხოდე და მე ხო და მე ისევ ახლიდან დავუყო. არა, თურმე შემეშალა და ბაზარი არა. კი, რო გარი ადამიანი. მოიხდა. ხო, აი ეგ უნდა მეთქვა რა, ადამიანი რო იზრდები აქ ზნოვში შეცდომებს და ხო რა, ანუ გავიაზრე და გავიაზრე ჩემი შეცდომები და ადამიანი იმის არის რომ უნდა განვითარდე და ხანდახან საკუთარი შეცდომებიც აღიარო. და მოჩინო შენი თავი რა. ფანტასტიკური. მოკლედ ეს იყო მასწავლებელი, რომელმაც დიდებული საქმე გააკეთა ბავშვებისთვის. მართლა არ შეიძლება დაუფასო. გარისკაც მაო. ტიპმა შეეცადა რომ გავადავებო და ბავშვებსო ბევრად თესლი ბიბლიოთეკას აუშენებო. ბიბლიოთეკას აუშენებო. ანუ ბევრი სკვერის მოწყობა, პატარა სკვერჩიკი უნდა. პატარა სკვერჩიკის გაკეთება უნდა თავის კაბინეტში და არა, ბიჭო, ჩვენ დაუნახავთ ეს არ სველი წერტილი და პატარა სკვერჩიკი. სკვერი წერტილი პრობლემაა ეგ. სკვერტილი. ვინ მოგაქცევს? რა, ის არის? ხომარი პრობლემა არის კი. ანუ სერიოზული პრობლემა არის, ედიქტი. მაგრამ მე მადლობავს დავამარცხე. დამოკიდებულებებს შორის ყველაზე რთული დასანებება. აი ნიკუშა აი მართლა დავამარცხე, იმის ხარჯზე რომ სკოლის ბუღალტრად ვერ ვიმუშავე. თორე მე რომ მემუშავა სკოლის ბუღალტრად. დღემდე ტყაპუნში იქნებოდა. როგორც ეს ხალი იქცევდა, ზუსტად მაგრამ მე ამ ხალხს მაინც ვერაფერს ვერ ვეთქვი და დავასაპორტოთ ეს ხალი მეგობრებო. ვერ გავაშავებ ამ ხალხს, იმიტომ რომ დეტალები არის, შეიძლება იმიტომ რომ ვიზე არის. არა, შეიძლება მართლა ძალიან მაგრა უჭირდა და ყომარობდა მაგითო სკოლის ფაქტორით შეჭება. ყომარი, ანუ თამაშის დროს იქ ძალიან, ანუ თამაშის დროს ხარ უკვე, ანუ შენ თავს ვერ აკეთებ. შენს გავლილი გაქვს გზა? თამაშის დიდათ არა რა, მაგრამ მე ვიარე საკაიფო. დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ბევრი რაღაცა ვიცი და მეც გავლილი მაქვს და ვერ გავიარე, იმიტომ რომ
გაიარე და გამოიარე. უკან დაუბრუნდი. და მაგ დროს არის გვირაბული ხედვა რა, ესე ქვია რა. და სინათლეში თავს. просто არ არსებობს მაგ დროს რომ რამე შენი კონტროლის ქვეშ იყოს. თავიდან ბოლომდე მაგ თემაზე სერიოზულად შეგვიძლია ვისაუბროთ და ვისაუბრია კიდევაც დამნაშავეთ ხო. მე ვერ ვიტყვი რომ ეხა იქ ხალი ვაიმე ფულდა რამე. კი, ეგ ხალი არის. კი, ბაზარი არა. კარჩ ეგ მაყოთ ჩვენ ჩაგვირიცხო და დავეხმო. ნახევარი. ბევრი დავეხმო. პატარა ფსიქოლოგი რაღაცებს ვიჩალიჩე. პატარა ზურგის მასაჟი იქნება ის. მასენარისტი არის. დავი გადადი აბა. რებს მტენი ბიჭოი. ან ბიჭო ისინი რა ქვია? დემონები. მარცხენა მხარეს ზღერა. ეხა ორივე მხრიდან მარჯვნივ. ჩემგან მარჯვნივ. ორივე მხრიდან დემონი გაზის. ეს რა არის? აჰა, ნიკოზი და მიდი წაიკითხე. არ ვიცი. Once blueberries at the same time creates a surgery powerful aging. მოკლედ. ერთად რო შეჭამო. მოცვი და ნიკოზი. აი მორჩაი. აღარ ბერდები რა. ბერდები. დორიან გრეი იჩდება. ეს ხა ყურე ერთხელ ნიგზის და მოცვის სასტავის ის არის რა. შემოგდებული პროპაგანდა რომ აი მოცვის ბიზნესი ახალგაზრდა. ახალგაზრდა. მე ესეთი ნიუსების არ მჯერა ხოლმე, სანამ მე თვითონ ჩემი თვალით და ჩემი იცნობ ვინმეს? ვინც დამოწვილს. არა, ძალიან ასაკში არის, აი 120 წლის არის. და არ ეთხოვა? 10-ის? 92 წელს. აი, მაქელებს ბები ამყავს მეგრემიც. ზარია რა. აი რა. ზაკვარი 88-ის. 110 წლისას ესე არა ბებია ჩემს როგორც ის უნდა ვიცი. რამე კლასელი ბიჭო, არ მეზობელი. ამ ხელა გამგებელი ხარ. გამგებელი. მახარეთში არ ყავთ ვინმე ბებრები? არა, მაგასაკის არ ყავს, მაგრამ ახალი სოფელი. ყველას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ჯიგარი ხარ. რა ნომერი ხარ ტანჯან? ბატონო? რა ნომერი? ყველი ნომერი რა არის? პარტიის. სოროგაძინა. სოროგაძინა. კარჩო და ძაღლები რატო გაგვიხში? უიახლებს. შენი ჩაყლილი ნაგავია მე რა. მოკლედ ვისაც ძაღლი ყავს იმ ყველას გაუმარჯოს. ყველას გაუმარჯოს. ბაზარია ძაღლები. ბიჭო მე გაუმარჯოს ყველას. შენ ლუდი არ გიყვარს მაოდა. კონიაკი ჩაისხი უკვე. მოკლედ ვისაც ძაღლი ყავს 40%-ით ნაკლები არის იმის შანსი რომ დემენცია დაემართოს. კი ბატონო. შენ მაგიტო ყავს ბევრი ძაღლი დემენციის იზმენა გაქვს? და ბუკას იმიტომ აქვს უკვე დემენცია რომ არც ერთი ცხოველი არ ყოლია. კატები მყავს. 3 კატა მყავს. მინიმუმ 3 ძაღლი დავითვალე შენ. კატაზე დაჟე უფრო ის არის. თბილისში გამძაფრებულია დემენციის დამარცხების შანსები. კატა როგორი ის არის, ხო იცი, ახლა კატა თუ არ ყავს და არ ყოლია, კატაზე ვერ გაი. არ მყავს, არ მყოლია, არც მინდა რომ. მე ეგრე არის, ვისაც არ ყოლია, ეგრე არის რა. ბევრი ჩემ მეგობარი. ეხა ძაღლი რომ მომიწება კატაზე გათავ. და ნახავ რა ჟაკ. ძალიან მაგარი როჟა არის, კი. დამოღამე ეს იყო კატები? ეს რა არის? ეს ძალიან მაგარი ნიუსებია. შეჭმა ემი მოიგო. ყველაზე პატარა ტიპმა შეჭ 15 წლის ბავშვი არის ეს. ხო. ოუენ კუპერი ხო? ძალიან მაგარი ბავშვია. უყურე მაგას? ბიჭო მე პირველ სერიას უყურე და მე დამავიწყდა თუ რა მოხდა. სულ არის 4 სერია. ანუ 3. ესენი არიან? და ყველა სერია არის გადაღებული. იქ მაგარი ჭუბი გაიჭი. შეაშინეს ცუგრიკა. ცუგოების, მეგობრებო, იქ პატარა ცუგოების. ხო და ეს ბავშვი არის ადოლესცენსის თავარი როლის, ერთ-ერთი თავარი როლი შეასრულა და საერთოდ ძმა თავის საქმეს. კი, მევასება ეს და მიდი რეკომენდაციოს გაუწევ ადოლესცენს დიდი სერიალია, მინი სერიალია, უბრალოდ 4 სერიაა და ძალიან საინტერესო თემაზეა. შეგიძლია რამე სცენარო გაითამაშო. როგორ არ შემიძლია? აი ხა მაგალითად ადოლესცენსში ერთი სცენარი რომ მიდის რა ტიპი და წავა, პროსტა წავა. აგიდიდან დგება და მიდის. ხო, ეს საინტერესო ბიჭო, პატარა ის ჩავატაროთ, მოდი. კვიზი თუ ბლიცი, არ ვიცი, ვინას ეძახის. არა, ადოლესცენსი თუ ის რო არის. ცხელი ძაღლი. ადოლესცენსი. ადოლესცენსი თუ ის ადოლესცენსი. გაქცევა. გაქცევა საიდან? Prison Break. ადოლესცენსი უეჭველი. ადოლესცენსი თუ Breaking Bad-ია. Breaking Bad-ი თუ არა, ერთი. Breaking Bad-ს არც ერთი არ მირჩენია დაამთავრა. Breaking Bad-ი თუ Better Call Saul. BB. Breaking Bad-ია. BB თუ Game of Thrones-ი თუ SUBB. ზეგა ჩიცუდეს კლიპი თუ ზაზას კლიპი. ზკ BB თუ ზკ. გამოგებულია ზაზას კლიპი.
ხო, ჩვენიერი ბლიცი გამოვიდა, ზრკო გაიმარჯვა. მეორეც საინტერესოა, მაგრამ თუ გინდა გადაახტი, რედფორდზეც კაი. რობერტ რედფორდი გარდაიცვალა 99 წლის ასაკში, ეს იყო რედფორდი. არა, ერთი რაღაცა მაგაზეებს თქვა. შეხობ სახიობი ხარ რედფორდი არ გიოდეს. გამგებია რა შეშემო. მახარეთ სამგებელი. მინდოდა ყოველთვის. გინდოდა ბავშვობა, მაგრამ მშობლებმა მნიშვნელოვანი იყო მახარეთის აღორძინება. და წელში გამართვა და აქ მეცენატი მახარეთი. კი ბატონო. შენით. აი რედფორდზე ერთი ანუ შენი მართლობით რა. კარტოფილით. რედფორდზე ერთი იმას ვიტყვი, რომ ლეგენდარული იყო. ვერაფერს ვერ ხედავ. ვერც მე ვერაფერს ვერ ხედავ, ვერაფერს ვერ ხვდები თან. და იყო ერთი ჩემი საყვარელი ფილმი არის, სადაც რედფორდი თამაშობს ნიუმანთან ერთად. გეის როლს. რედფორდი შეგიძლია ეგრე გადააკეთო, იმიტომ რომ კაუბოები არიან და სულ ერთად ატარებენ დროს რა. კუზიანი მთა პირველად ამათმა გადაიღეს. იას. всё, კაი, გადავიდეთ. კი, იმედია რა. იმედია იღებს საერთოდ. ფრანგმა მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური გული, რომელიც უსასრულოდ მუშაობს და არ ჭირდება ანუ გადანერგვა დონორი რაღაცები. ეს მოწყობილობა იმიტირებს ბუნებრივ გულის რიტმს, ადაპტირდება სხეულის საჭიროებებს და უზრუნველყოფს სისხლის უწყვეტ მიმოქცევას. ამ ეტაპზე საცდილ ფაზაში არ არის მითი, შექმნეს და ცდიან ტესტავენ რა. ხო, მაგრამ აი დროებით თიყოს ყველაფრის ჯერა, მაგრამ ის კადრი ნახეთ, პუტინი და ჩინეთის პრემიერი რო ბაზრობენ, ხო, პრეზიდენტი რო. ბიჭო, ის რომ აი თან ესე ბაზრობენ ზუსტად რა, რო გადათარგმნო. ბიჭო, ის რო ვიზრი რო ჩაუდგეს იმას. ეგი არა, შეშემა ხალხი. უსიგდო ტიპებს უნდათ რომ თელი ცხოვრება იყვნენ. ხო, ვეჭნე დოზობას აკეთებენ. ბიჭო, ისე ეს მართლა ძალიან თესლი რაღაცა იქნება. ტესტის რეჟიმიდან გამოვიდა, გადაობ რამდენ ადამიანს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს და გაუხანგრძლივებს და არა, იხა მაგრამ დიდრებზე აი უმუშაობს ძმაო ეს გული და აი ძმაო იმენა ეგია ეს ვეჩნია უკდავია ესე იტყვი ჩაიდე და всё ძმაო ბიჭო რატო ყვია ავარია რამდენი რაღაცა რაც დაიბიდნენ არა ისე მართა ბევრი უკდავება გაგისტორდებოდა მე არა ბოზიშვილი ასე მაქსიმუმ 200 წელი გამისტორდებოდა აი ხა როგორიც ვარ ეგეთ მდგომარეობაში და მე ვუცბად ერთი ძალიან ბევრია 200 შეშ. ხო, ძალიან ბევრია. გარშემო ვინც გიყვარს ყველა გებრიდება და მარტო ხარ. მაგაც დიდას. აი რაღაცა ხო გინდა რომ რაღაცა არა, ძალიან მალე მომბეზრდება რა. ხო და აი თავს მოვიკლავ მიზანი რა გაქვს. აი რაღაცამდე მისვლა და მიზანი რო ახსენე, მე მინდა გამოვიხილო სიბზნე გეკ. არა, ოღონდ აქაურ რაღაცა მატერიალურ მიზნებს არ გულისხმობ რა. ხო და აი ნებისმიერ მიზანზე და სადღაცამდე მისვლაზე გამახსენდა ძალიან კაი რა ობიახლი. ჩვენი ჩემპიონი მოკრივე სამ წამს ვიძლებთ რომ დაფიქრდეთ ვიზეა საუბარი. 1 2 3 აზრი არა აქვს. ილიაზე არ ვბაზრო. არც მერაბაზე არ ვბაზრო. მოკრივე გიორგი კანდელაკი. ეს უსპეტაკესის სულის მქონე ადამიანი. ლეგენდარული. ლეგენდა კაცი. ლეგენდა კაცი. ვა, როგორი ადამიანი. რა кай დრო შემოხვედა. გიორგი კანდელაკზე შემოვა. სპეტაკ სულზე ვბაზრობთ რა. არა და ზაზას კლიპში ხო ხარ, ეგ უკვე განვიხილეთ. ზაზას კლიპში ვერ. ეს ზაზას კლიპში არის თავი. როგორ უყურებს. გამარჯობა. რატო? მოკლედ ძალიან კაი პიროვნება გიორგი კანდელაკი დაიჭირეს. აჰა. ადამიანი მართლაც რო დასაფასებელი. არ ვუყვები იქნება არ იცი. ძალიან კაი. ძალიან კაი რა ეხლა. ძალიან კაი პიროვნება. ადამიანი წარმოიდგინე სტალინის საპატიმცემლოდ რესტორნები ქონდა გახსნილი. კი, ვიცი. მაგალითად ის ბჟავანაძე რო იყო წამყვანი, საყვარელი წამყვანი რო. ესე რო გიდის, მიწის რო არის და ბადრიჯანი კაცი რო. თესლი კაცი არის, ხო. რუსეთში რო დადის. პუსნაიტოჩკა. ყველა რო პიდარასტია მაგის გარდა. ზუსტად ეგ არის. ერთადერთი მაგას ვერ გაუყარეს რა ტრაქში. ხო და ბიჭო, რავი რა მოხდა რომ განძი ალკოჰოლი რო გაყიდო, აი რა მოხდა. ბიჭო, ამის ვინე ერთი. დავაკლებ ხალხი რა. ჯერ ანუ რა იქნება არ იყო ეგრე. იყო ძმა. ბიჭო, უეჭველი იცი? ვერ გავიგე ძმა. მე ბიჭო, აი დათვივის კაცი. ეს არ არის მკადრებელი არ არის. სანამ არ დაუმტკიცდება. მაქსიმუმ ფორთოხლის ფრეში გაეყიდა. მოკლედ დღეს ჩვენს გიორგი ვართ და თავისუფლება გიორგი. თავისუფლება გიო არ არის კრიმინალი. გიო დაგვასპონსორი. დაგვასპონსორი. ეხა ამას რამდენი იქნება გადატეხი? აბათ. რამდენი იქნება? ჩამარხული. ერთი 20 ლარი უეჭველი. აი რაზეც დაიჭირეს. ფოთლი თუ მაყოთ. ხო, 1 მილიონს ჩემტავდა, ის ჩემტა არიციან რა არის.
ჩემ ტამან თერი რაც ყველაზე ზიანდება, 20 მილიონი გადაახურდავა და ხა ვიცი. აუ რა ყლე ისტორია. მაგაზეც მიგვასწრო თუ დავай, დაკარა მოხევი, ჩაყრილი მოხევი, მარცხა. მიდი. რამდენი ყლე ისტორიები არ ვიცი ხა და რამდენი ფულია შავა და ბიჭო, როჟა იყო ვიღაცა, რომელსაც პატარა ჯიხურიც არ ქონდა, ბუტკა ქონდა, ფორტუჩკა ქონდა დაჟე რა, ბუტკაც არ ქონდა და იქიდან გამოვიდა 700 მილიონი. 3 წლის განმავლობაში თუ 2 წლის განმავლობაში. კონვერტირებდაო ხო 600 მილიონი. კარჩი ყოველ დღე მილიონი ლარი შექონდა ანგარიში რა თავის. და ვერავინ ვერ ხვდებოდა რამდენი ტონა რუბლი იყო, იცი შემოტანილი? ტონა? ტონობით ამბობენ, ამას არ ამბობენ. 13 ტონა რუბლი შემოვიდა სასამხეთის საზღვრიდან და ეს 13 ტონა გადახურდავდა მერე დოლარებში და 700 მილიონი დოლარი. ძალიან თესლია. აი ქვეყანა გავიჩინე. და ჩვენ მაინც ერთი კამერით ვიღებთ. 13 ტონა ხრეში მომცენ გავყიდეთ. ამდენ ფულს ავიღე. 5 თეთრიანი რომ მოგცენ 13 ტონა? 13 ტონა 5 თეთრიანი რომ მოგცენ ვერა? იქნება ერთი 50 ლარი. რამე სულ ერთია. რამე ბამბა. ტონა იყოს რაც გინდა. 13 ტონა 13 ზაზა. 13 ტონა რეპერი. 13 ტონა ზაზა. ო, აი ჩამოვედი თუშეთში, კონცერტს გეგმავთ რა მე და ჩემი მე შენები, შენ და შენები. გეგმავთ თუშეთის მახარებში ხო არაპირა? მოწვეული სტუმარი ვინ გეყოლება? იყოს რაღაც კონცერტ, ჯგუფი საუნდი, ბუზალა არ გეყოლებათ? ისა ბუზალა არა, ბუზალა მაგხელა სცენას თქვენ ვერ გააწყობთ მე ბაზარი არა. არ ვერ დავეტევიო. ნუცას და ბრიტნის აქვს თურმე კოლაბი ახლა. სცენა გავითარ. ბრიტნის პირს. ო, კარჩ გავაფორმებინე სოფას 18000 ლარი, მაგრამ ატკატი მაქვს. აუ ერთი. რამე საკითხო გამა? ამბობ. აი ამას აუწევ და შეაცურე აქ. აი ესე მილა წამოწევ. ბუნკერი. ჩვენ ვარ ბუნკერი. აი მამუკას მივწერ კარჩ ჩვენ. ფეზე ვეთქვი. მიწევ. და შემოგერთებით კიდე. წადი მოდი. იმიტომ რომ მეგობრები მელოდები. ხო დაბრუნდით. მელოდით აქ თუ იქნებოდით. ჩვენ ბუნკერის მოულოდნელად ვესხმით ხოლმე ხალხს თავს და თუ დააგვიანებენ მოვალ. დავა. ეგეც იცოდე. აქ ვარ, თუ რა ზაზას წამოიყვანე. ზაზას ველოდები თუ ჩამოვიდა რა. წამოიღე. კაბადროებით. დროებით. მოკლედ, არსებობს ეს პიროვნება, რომელსაც ბევრია ეს პიროვნება, რომელსაც ან ძალიან ცოტა ფული აქვს, ან საერთოდ არ აქვს და ასეთ ადამიანებს ქვიათ მილიონერები. შეგიძლია შენგან ხელმარცხნივ გამოიხედო? ან ხელმარჯვნივ გადავიხედო, ან ჩემ თავს რამენაირად შევხედო და მილიონერს აღმოვაჩინე. ჩვენ ვართ მილიონერები რა. მილიონერები. აი რა. გუბას მ დაიკიდე ერთი ასოარი. სხვაობა. იყავი მილიონერი შეჩება. მილიონერობა რა. მილიონერი არის. ერთი ასოს დედა შეუეცი რა. აი ეს არ არის, ეს ბუკას ჩაგდებულია გააჯმევინე. აუ ეს მაგარი ობიახლია. 1976 წელს ევროპის ჩემპიონი ფეხბურთში გახდა ჩეხეთი. ჩეხეთის ნაკრებმა დაამარცხა გერმანიის ნაკრები. რომელ წელს? 1976 წელს. მაშინ იუგოსლავია არსებობდა როგორიც. მაგდენი არ მახსოვს. და ეხლა გუშინ წინ უკვე დაშლილი და გუშინ წინ ჩამოართვეს მოკლედ ჩეხეთის ეს ევროპის ჩემპიონის ტიტული და გადასცეს სლოვაკეთს. აი 76 წლის ტიტული. ხო, ეხლა. და გადასცეს სლოვაკეთს, ანუ ოფიციალურად სტატისტიკაში უკვე შეცვლილია ეგ ამბავი. ხოცები არიან? არა, თესლი ისტორია. რატო არ გაინტერესებს? აი რატო უნდა მოხდეს ეს კვლევა? იმიტომ რომ აღმოაჩინეს, რომ 11-ვე ძირითადი მოთამაშე ფეხბურთელი იყო სლოვაკი. ხო. და ჩეხები არაფერ შუაში. და ჩეხები вообще не при чем, просто ჩეხეთი. ჩეხოსლოვაკია. ბიჭო, მაშინ ხო ჩეხოსლოვაკია იყო, მე ხო გაიყო ეგ და ჩეხეთი და დაუბრუნეს კარჩე იქ ვინც იმენა სლოვაკეთში ვინც. აი ეგ გავიგე რა. ო, მთელი ღამეები რომ ნერვიულობდი და სკროლავდი გიჟი. ეს რა არის? ხო და ეხლა რატო ვართ მახარეთში, აღს ბევრი მიზეზი. შენი ღვინო ბედაული. ერთი რომ მახარამ დაგვპატიჟა და მაგრა გაგვიხარ და ენაცვალოს ბუნკერის თავი ჩემი. ენაცვალე ძმას იმენა ძმას ჩავენა. მაგრამ მეორე არის რომ ქალაქმა მაგრა დაგღალა რა. და ამ დაღლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მინიმუმ ჩემთვის ის არის რომ 2024 წლის მონაცემებით ეხლა ალბათ უფრო მეტია საქართველოში და დარწმუნებული ვარ 90% თბილისზე მოდის 1,534,600 ავტომობილი გადაადგილდება. 1,500,000 ავტომობილი გადაადგილდება სად? თბილისში. საქართველოში, მაგრამ ნუ ეხლა თბილისში წამოვა ამის 90%. მილიონი უეჭველი თბილისში. ყველა ვარიანტი. ხო და თბილისში რა ძალიან მოსახლე რა საზიზღრობა გახდა. 1,500,000 ხო? დაახლოებით. და ყველა ტიპს ყავს მანქანა რა ჩათვალეთ. რამდენი ცხოვრობს ბაიძე იმდენი მანქანა ყავს. ზოგს 3 და 4 ყავს რა ეს ბაიძე. ოჯახსაც ყავს ოჯახს 3 და 91% აქედან არის 10 წელზე მეტის. ფროსი მანქანა რა. აუ რა кайღვინო. სად ვიმყოფებით מחარ ახლა? არ გითხარი კაცო. სალთი. სალთი გარდენი სოფელი მლაშე ბაზალეთზე.
ძალიან კაი ლოკაცია. და ძალიან კაი ღვინო გაიჩნდა უსვათ. მე ძალიან გამისწორდა აქაურობა. ეხა ყველაფერს დავაგემონებ, როგორც კი კამერა გაითიშება. მე ხა იმის იზმენა მაქვს, რომ კამერა იწერს თუ ითიშება. მე დავხედავ შეჩემ, მაგის იზმენას ეხავე მოგიკლავ. ბასი შეება. არ ვიცი. ისევ ძველ იმას ხო არ დაუბრუნეთ სეტაპს. 6 წუთია ბაზრი. ტელეფონი გაქვს დასაბრუნებელი. არა ბრატ. ხო და ბიჭო, რა შეიძლება ამ მანქანების თემას ეშველს? არაფერი. ეს არაფერი, რეგულაცია. ჩვენ არანაირი კომპეტენცია არ გაგვაჩნია, რომ ეხა ამის გადაჭრის მეთოდები მოვიფიქროთ, შეგვიძლია ვიღადაოთ, მაგრამ. ხო, ნუ არა ვიღადაოთ. მეტირება შეჭამ ავაფეთქოთ გზები ავაფეთქოთ. გზები ავაფეთქოთ, ჩოლოგზე წავიდეთ. ნახევარი დავიწყოთ. ისენი რა, ძღოლები დავხვიდოთ და მეშველება რა. და დავიჭიროთ, რა დარჩება დასაჭერი, დასაჭერი. მორჩა? ეს იყო ობიახლები, მეგობრებო? სულ ეგ იყო? ობიახლები. ხო. რაღაც რა გინდა შეჭამ? კიდე იყო რაღაცა ობიახლები. ხო? არა. და ეხლა უკვე შეგვიძლია გადავიდეთ מחר დღევანდელი დღის კი არა და ეპიზოდის თემაზე. ხო. მარტო מחარას რატო მე რატო არ მელაპარაკებ? ბიჭო, ეს მაინც გავაშინაურე. არა, მე ვეჭვიანობ. ეჭვიანობ? მე დაგელაპარაკე. დაგელაპარაკე. მე დაგელაპარაკე. მინდა ეხლა რომ დაბლა ჩავდიო, ეგ გავაკეთე. მე გაგზელება არ ვიცი, თორემ დაბლა ჩასვლას გავუმართ. აგიყვა. დაბლა ჩავდიო ასეთი და ის ელია მკივდა. ამ სიმღერის დროს მე ელია მკივდა. მურმანა ხო და ეხლა გადავიდეთ დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის თემაზე და ვისაუბროთ თუ რა სხვაობაა და რა პლუსებია თბილისში და ანუ ქალაქში მოკლედ თბილისს დავანებოთ თავი ქალაქში და ქალაქგარეთ ცხოვრებაში რა სად რა პლუსია სად რა მინუსია ჩვენ თბილისზე ვიბაზოთ იმიტომ რომ თბილისელები ვართ და ვიცით რა პრობლემებიც არის იქ რა ხო მე თბილისელი მე იმენა ხოხობს ჩამოვყევი ბრატ მე დაჟე ხოხობს აქ დავხვდი გორგასალი რო ჩამოვიდა იეთი ბურჯაზე ხარ ბაბუა ჩემი დიდი ბაბუა კარჩე ვახტანგ გორგასას აქ დახვდა რა აქ დახვდა რა ბიჭო ვაღჩი აროჩე ჩაჯდა პროსტა თორე მე კარჩე ოცნება მაქვს რომ გადავიდე ქალაქგარეთ რაჭაში თბილისში რომ აქედან რომ აი დიღომში თბილისის შესასვლელში რომ შევდივარ გორგასლის ცხენის ყვერებს რო დაინახავ არა აღმაშენების ყვერებია აქიში ნაგანად აი რაღაც ფორიაკი ხო იწყება მეც მაგრამ ღიზიანდები ეგრევე რა და ხვდები აბსოლუტურად სხვანაირი ტიპი რა ცოტა აი დანერვოზებული ხდები ცოტა სხვა ბიჭი გელაპარაკები ბრა და კლუბში ჩაგიყვან დაბლა ჩაგიყვან და მაღლა ავდივართ თუნდაც ეხა დანარჩენი დრო რას გვაქვს ეგ ვიმღეროთ 40 წუთი 40 წუთი დაბლაჩო და ის რაღაც მოძრაობა თქვენ გააქვთ შენ ბიჭო მე მაგ გურიაში სახლი რა მაგრამ გურიაში მეც მაქვს მე გურული ვარ ჩოხატაურიდან მაგიტო მევასები თორე შერო არ მე მაგიტო არ მევასებით არც ერთი მე რაჭველი ვარ და მაგიტო არ მევასებით არც ერთი რაჭველი ხარ და არ გევასებით არა ხუმრობ ძმაო მე რაჭველები ეგეთი სასტავი ვარ ტერი არ უყავს ანუ არავინ არ გვეზიზღება მართლა არავინ არ გვეზიზღება ანუ იმე რაჭაში რო ჩახვიდეთ სულს აი ამბროლაურლერს ვერ ათქმევინებ ონელზეც უდრამეს ან ონელს ვერ ათქმევინებ პირიქით როგორც კახეთშია ხო იცი იქ რო იმათ ლაგოდეხს არ ევასება ვინები გურჯაანელები ის მიიღება გაწმება ბიჭო გურჯა არა გურჯაანი თელავი ხო გურჯაანი თელავი ეგენი ვაფშე ეგ ამბავი რა ეგ არის მოგონილი ეს და რა აი მოგონილია ხო აი ბიჭო გადაობა ხო აი ძალიან სალაყაბო სუბუქად მოსულა რა ჭიათურელეს რო საჩხერელები არ ევასება და პირიქით ეგ გადაობაა რა სულელე მითები რა კი სინამდვილეში ერთნი ვართ და ერთი სასტავი ვართ მაგრამ მიყვარს ყველა რა თქმა უნდა სხვანებიც მიყვარს მეგრელებიც მიყვარს ამას ეს არის ბიჭო რა არის იცი ქალ თბილისში აი ბავშვობაში ჩემ ან თბილისში ჩემ ბავშვობაში სხვა როჟა იყო ვაფშე როგორ არ მახსოვს ჯერ ერთი ეგეთი ქაოტური არ იყო ეხლა როგორიც არის თბილისი რა პირიქით რა პირიქით შეჭი ბიჭო უფრო იცი როგორ იყო გეტყვი ესეთი ქაოტური იყო შეიძლება ესეთი მასშტაბური და მეგაპოლისი ხელები ხართ შემიძლია 35 სიმული მე იმინა ჩვენ ერთი გოდა ვართ ბიჭო ჩემ უბანში დევიანოს და არა 99-იანი ვარ 80 დევიანი 14-იანი ბავშვი ეს ბავშვია
მაშინ ცოტა ის არის. ბავშვია, მაგრამ მაგრაყლეურად გამოიყურება რა, 40 წლის გასგას. ცოტა მომიარე. მოვლა ჭირდება. ხო და გამითხარი, გადიხარ ხოლმე, ესე. უბანი? არა, აი თბილისიდან რა, სადმე. არა, ბიჭო, ძალიან დიდი ხანია. იშვიათად არ გეუბნები, აი ცოტა სისტემატიურ სახეს. აი მე წელს დავიწყე ეგ რა, აი ბაზალეთი რო. ხო და ხო ბედნიერი ხარ. ვისი მე რა იცი? ბაზალეთი. არა, ისე მშვიდია. ბიჭო, ისე ხო. მე ვიცი ბაზალეთისა ტყვის ძირას ოქროს აკვანი არისო. მე? რა სიმღერა არ ვიცი. როგორ გზავნა? კაი, ათქმევინე, კაი რაღაცა თემაზე მივდიოდით, რომ მართლა შეიძლება თქვი რა, რომ ქალაქგარეთ გასვლა სისტემატიურად და გადასახლების და გადასვლის, გადასახლება ყალე სიტყვა არის. გადასვლის პონტი. გადასახლებაც ძალიან კარგი არის. ხო, რაი რო გადადიხარ, თუ აი საქმე და ის ან თუ დისტანციურად აკეთებ ხო? აი შენთვის ჩემი ოცნება კავშირი აურორას. ხო. და თუ სიარული გიწევს აურორა მესროლოს. თუ სიარული გიწევს და ახლოს გაქვს შესაძლებლობა თბილისიდან სადმე იყო და იქიდან იარო, აი ძალიან კაია. ბიჭო, აი 35 წლის ვარ და 40 წლამდე გეგმავ რომ უკვე რაჭაში გადავიდე, დავფუძნდე რა. და დღეს მაგისთვის რას აკეთებ? დღეს მაგისთვის იმას ვაკეთებ, რომ ხდები კონტენტ კრეატორი და შემეძლება იქიდან აბსოლუტურად დისტანციურად ვიმუშაო რა. ინფლუბოი უნდა იყო. ინფლუბოი უნდა გავხდე და კვირაში ერთხელ ჩამოვალ თბილისში. საიდან? რაჭიდან. რაჭაშორი, ანუ უცებ ჩამოხვიდე. 3 საათ ნახევარში თბილისში ხარ. მართლა გეუბნები, აი ხშირად რომ მიდიხარ, ამ თვეში ვიყავი, კი არა და წინა აგვისტოში ვიყავი ერთი 4 ჯერ ძმაო და ისე პატარავდება გზა. მოხვალ, მაგრამ ეგრე სად 40 წუთი საქართველოში ყველა იმიდან ჩამოხვალ, მაგრამ ანუ მე არ გამიჭირდება მართლა გზის დაფარვა კვირაში რაჭაში და აგერ იყიდე გვერდზე ჩემთან სახე. ბაზარი არა. არის ადგილი. ბაზალეთი არა. იმენა შენ ბაიტის გვერდზე. ჯერ არის. არ მინდა ამის გვერდზე რა მინდა შენ. რა გაძლევს? გავგიჟდებით ერთად. აქ მლაშეში არაფერი აღარ გაკეთდება საერთოდ. მას რო უყურო დღე და ღამე შეგიძლია სადღაც 25 სახლების პირას. ეგ ჩემი იყო. ხო და აი ხა ჩემი. აღური ხარ. ხო შენ და გააგეგმა ეგეთი უეჭველი მე ხო თიანეთში მაგიტო ვიყიდე მიწა. თიანეთში წეღანმა ნახავთ კი არა. ხო, ძალიან მაგარი ადგილი არის რა. საცოდაობა მაგის გაყიდვა. ხო, რავი, თეორიულად ყვიდი და პრაქტიკულად არ გამოდის ჯერ ეგ ამბავი რა. თან ან როგორ ყვიდი, იცი? არაფერს არ ვაკეთებ რომ გავყიდო. ბიჭო, აი ხა უკვე კითხვა მაქვს რა, თქვენ ხო შვილები არ ვაკეთებ რომ გავყიდო. მაგიტო ვიყიდე მაგ შვილიან ტიპებს. ჩართულია ისა ტელეფონში მობილური. კითხვა მაქვს შვილიან ტიპებთან რა. აი როგორ მოახერხებთ, კაი, სიტყვაზე 40 წუთის გეტყვით. 40 წუთის გზაზე ხარ თბილისამდე რა, შვილი ყავს, რავი, 10 წლის, 5 წლის, 6 სკოლის თემას როგორ ბიჭო, თიანეთში არის სკოლაც არის, ბაღიც არის და вообще ყველაფერი აქედან. აი ეს ორშაბათს არ ვაქ ამოვდივარ და ორშაბათს აქედან მიყვავს თბილისში. ნიკა ბაღში ხო, თბილისში. ხო, მაგრამ თიანეთი ეგ გზა არ არის რომ ატარო დილოსა. თიანეთი არ ვიცი ხო. შენ ძალიან ახლოს. კონკრეტულად ჩემი ისე ვლაპარაკი. მიდი ძმა. იბაზრებს. აქედან რავი, ანუ 10-მდე უნდა ყავს ბაღში რა და 1 საათი ადრე გავდივარ, საათი და 10 წუთით და ჩვეულებრივად. ხო და აი მარტო ეგმა ბრკოლებს რომ სიტყვაზე რაჭაში თუ გადავედი, მაშინ რაჭაში უნდა ვატარო ბავშვი რა, დაწყებით სკოლაში და ან იქ ვიღაცა ის დაუთრიო, რა ქვია, კერძო მასწავლებლები და ცოტა სხვანაირ პირობებში გაიზრდება ბავშვი რაც ძალიან კარგში ჩემი აზრით. ჩემი აზრით, თბილისურ გარემოში გაზრდას მე მაგალითად გამისწორდებოდა რომ კი. რა თბილისურ სკოლასაც მე გავატარებ აქედან ჩემი მხრიდან. კაი მუსიკას ჩაურთავ და კაი სიმღერებსაც და კაი კინოებსაც ვაყურები. ბიჭო, ოდესმე ისეთი სახელმწიფოდ რო გადავიქცეთ, რომელიც იფიქრებს და იზრუნებს რეგიონების განვითარებაზე, ბევრად საინტერესო იქნება საქართველოს ყოფა, ყოველდღიურობა და რეგიონებში სიცოცხლე აჩქებდება. აი არ მოგწონს მითხარ. აი არაფერი, მე ყველაფერი მომწონს, ერთადერთი არ მომწონს ის რომ რეპერები არ მევასწავლე. ზამთარში ვერ იცხოვრე. დალში ყველაფერი მომწონს, რეპერებს ვერ ფლომასტერი არ გევასება? მაგრაში ჩემ. ტატუ უნდა გავიკეთებ, აი ფლომასტერი უნდა დავიხატო. просто ადგილი არა და რა რეპერები რა ხო. როგორ მინდა რომ გავგდისონ იცი მაგათ, მაგან სამი ტიპი ჩაჯდა. მასტერა ეგრერება, ხო იცი? მამაო, დამლოცე, შენი სიტყვა ჩემთვის არა ამაო. აი ესეც რაღაცებს ღერის. ზაზა ხან მაგ მხრივ ნიჭიერი ტიპია რა.
და სწორი, თავი არის რომ სწორი მიმართულება მიცა რა. თავის ნიშს გზაფართო ხო არის? ისა ის სწორი. იპოვა რა. არა და მე დიდი სიმპათიები ხავი ხავი მაგის მიმართ. ბიჭები რამდენიც გინდა ერთი დღე იმას რო ამბობთ მე. თუფაკის ბუშზე არ მღერ, ბუშზე არ კლინკენი ხო? კენედი არა. კენედი ევასებოდი თუფაკი. ბუში, თუფაკის დროს იყო კი ესა. თუფაკის სიმღერა ძირითადად არის მაგაზე რო რა. იცოდი თუფაკი ძირითადად პანჩოს რო უსმენდა. ხა? იცოდი? და კარგი. პანჩო იყო საში ახედეზე ჩაწერა all eyes on me. საში ახედეს რომ მოусვიდა მე all eyes on me. და only God can judge and ეგ ტოპ სიმღერები მახარა კი. წავიდა რა. პანჩო და ცაში ახედედან იმენა მაგას მოусვიდა. და გამოყლევდა ეს რა თესლობა ყოფილა. მე მაგ კარჩი პანჩოს ასტამა დავრიდა თუფაკი მე. ხო. კაბულს არ უხდიდა. კაბულს შეკვეთა. ფულს არ უხდიდა ის შეჩემა რა იმის კოპირაიტის. კოპირაიტის ფულს. ეხლა ნიკოლაიშვილმა ხო მაგრა გაჭედა. ვინ ნიკოლაიშვილი? ნიკოლაძე. ახევა როგორი ვიცი იცი? ხა მე განახევა ახევას განა. რაიმე აი ყველა გავჭრეთ იმენ ჭორიკანა ბუნკერი გაიჭუნა. ჭუნკერში ჩავჯექით. რამე დისი გააძლია ბა. დისი? ვისი? კარჩი მასტერას გავდისავ ეხლა რა. კამერაში გავდისა. და ჩვენ არ ვართ შესაძლოა. ფრისტაილი ხო? სად არის ჩემი მასტერა? გავჯღაბნე ზურგი მასტერათი. თიბა. რატო არ ხარ კახა კალაძის კლიპში? თიბოთ და დაბლა ჩავიდე. სულ ეგ არის ჩემი დისი. ძანცუდი. აი ეგ მოიჭრება. საშინელი ამის ძანსევდიან მისი. მეობაში არ გავა. აუ ისეთ ამ ეპიზოდში ბევრი არის. გადამაგდებენ იქიდან. საჩეხი. короче, მახარასთან პროცესს დასაჩეხი ეპიზოდები იწერება. მომენა ტრეხ ბუკასთან ერთად მომენა ტრაჭაცე. აქ სუბოლო. ეს რაღაცა სიტყვის დაცინე. ის რამთაა? მანდ გადავიღებ. ეს დაიჭირე ერთი სამი იქ რამთაა? ბუნკერი სრულდება. ის კავკასიონი რა. სუბოლოში. ყაზბეგიონი. და ეხა იმღერე თან შეჩემო. საქართველო თან დაყირავებული კადრი. იანი. მეგობრებო, ეს იყო ბუნკერი. არ მინდოდა დასრულება. არა, ეხლა ვიწყებთ, არაფერი არ სრულდება. ეს იყო კი არა, არის ბუნკერი. ძალიან ცუდია რომ ყველაფერს ვერ ვიღებთ, კვიტო რას აკეთებს იქ. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო ბუნკერი მახარეთიდან. დაგიბრუნდებით შემდეგ ეპიზოდში. ხარმა შემუშალა ხელი. და გამოიწერეთ ჩვენი არხი რა. რა გახდა ვერ გავიგე ეს არხი. იწერენ, ნაგინო, უეჩხუბე. იწერთ მეგობრებო. აბა. რაგიმად.